კოალიცია ცვლილებისთვის ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. პატიმარს კვალიფიციური კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, რაც ციხის პირობებში ხელმიუწვდომელია. ხოშტარიას თანაპარტიელები და ადვოკატები სასამართლოსაც მიმართავენ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის კონკრეტულად რა გეგმა აქვს პენტენციურ სამსახურს პატიმარ პოლიტიკოსთან დაკავშირებით, რომლის ჯანმრთელობა რამდენიმე ქრონიკული დაავადების გამო ციხეში იმდენად გამწვავდა, რომ მას გადაადგილება უჭირს. უწყებაში ამას არც უარყოფენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ის უყურადღებოდ არ არის დატოვებული. სათანადო კვლევები უკვე ჩაუტარდა და რეაგირების გეგმა არსებობს. არც ერთი წამი არ ვაპირებ რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მით უმეტეს რამეს თხოვნას. რაც უნდათ ისქნან. ტკივილი ასატანია, ბოროტება აუტანელი. განაცხადა ხოშტარიამ ქალთა საპატიმროდან მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა და პარტიამ ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელეს. როგორია ბოლო ცნობები ქალთა ციხიდან და როგორია მისი პარტიის მოთხოვნები და გეგმები. თემაზე საუბარს ფორმულას ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი პირდაპირ ეთერში აგრძელებს. სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. ამ წუთებში სწორედ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც ესწრებიან ბრალდებული პოლიტიკოსები და ამ სხდომის დაწყებამდე მედიასთან პარტია ახალის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის მოსთხოვს მოსამართლეს, რომ მიიღოს მყისიერი ზომები ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი ბრალდებული ამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე, იქიდან გამომდინარე, რომ დღითი დღე დროას ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ უახლოეს მომავალში მას საერთოდ გაუჭირდეს ეტლის გარეშე გადაადგილება. ამიტომ ნიკა გვარამია ითხოვს, რომ შესაბამისი ზომები იქნეს დაუყოვნებლივ მიღებული. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამია ანონსებს აქციებს, ის აცხადებს, რომ ჯერჯერობით ეს პოზიცია არ არის შეთანხმებული ალიანსში შემავალ სხვა პარტიებთან, თუმცა ის ასევე მოუწოდებს მათ, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და ასევე ნიკა გვარამია აცხადებს იმასაც, რომ უნდა გათავისუფლდეს ელენე ხოშტარია, ვინაიდან ფაქტი არის ის, რომ ვერ მკურნალობენ მას სათანადოდ ციხეში. დღეს მე ვაპირებ და ჩვენი გუნდი დავაყენოთ შუამდგომლობა ელენესთან დაკავშირებით, რომელიც არის პროცესის მონაწილე, როგორც მოგეხსენებათ, ის არის კვლავ უსამართლოდ ბრალდებული იმაში, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს და რაკიღა ის პროცესის მონაწილეა, მოსამართლე ვალდებულია იმჟელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს იგი და თუ საჭიროა და ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა მიიღოს აუცილებელი ზომები. თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორედ ნაფიქრი გვაქვს ეს, მაგრამ აუცილებელია, რომ შეთანხმებული იყოს. მიმედი მაქვს, რომ ალიანსი ამას შემოგვირთდება და ის პოლიტიკური ძალებიც, ვინც არ არიან ალიანსში, რაც თავარია საზოგადოება, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ რუსთაველი, იყოს ის ადგილები, სადაც ესეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მყისიერად. ელენე უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, ის რომ ელენე არაფერს არ ითხოვს, ეს მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას არავის, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს და შეუქცევად დაზიანება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია ციხის პირობებში. ჩვენ ეს ვიცით არა უბრალოდ რაღაცა მკითხაობით, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა ის გარეთ იყო, მაშინაც რთული იყო და სხვათა შორის არავის არ უთქვამს, რომ ეს მას დაემართა ციხეში, მისი ჯანმრთელობის კონდიციები იყო რთული, მაგრამ ციხეში ყოფნამ ისეთი მძიმე გამწვავებები გამოიწვია, რომ აუცილებელია მისი სათანადო გარემოში მოქცევა.
ამ ეტაპზე ელენე ხოშტარია ყავაჯნებით გადაადგილდება რუსთავის ქალთა კოლონიაში. ქალ პოლიტიკოს აქვს უმძიმესი დიაგნოზი, მას აქვს კონკრეტული დაავადებები და როგორც გაირკვა დაახლოებით 2 თვის წინ თურქმა სპეციალისტებმა მას გამოუწერეს კონკრეტული დანიშნულება და მედიკამენტები და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელენე ხოშტარიას უფლებადამცველები და ოჯახის წევრები ითხოვენ პენიტენციური დაწესებულებისგან, რომ მათ მიეცეთ იმის უფლება, რომ ისინი მათ შეაგზავნონ ეს წამლები ციხეში და ეს კურსი დაიწყოს ელენე ხოშტარიამ, ან მათი განცხადებით მეორე ვარიანტი არის ის, რომ თავად პენიტენციურმა სამსახურმა შეისყიდოს ეს კონკრეტული მედიკამენტები, რაც სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი დღეს იმისათვის, რომ დასტაბილურდეს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა, თუმცა მისი თანამოაზრეები, თანაგუნდელები, ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ დრომდე პენიტენციური დაწესებულება დუმს სახელმწიფო არანაირ რეაგირებას არ ახდენს ამაზე. ჩვენ სხვათა შორის დღეს დავუკავშირდით პენიტენციურ სამსახურს, ვთხოვეთ, რომ რაიმე კომენტარი გააკეთონ ამ კონკრეტულ თემაზე, თუმცა ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება ამას პენიტენციის მხრიდან არ მოყოლია. ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მანამ სანამ დააკავებდნენ, მათ შორის აქ საკმაოდ რთული დაავადება, იც მეც მაქვს სამედიცინო ბექგრაუნდი მაქვს და მესმის რაზე არის საუბარი, ეს არ არის ხელწამოსაკრავი და ესეთი თემა, სერიოზული პრობლემები არის და ჭირდება მას სერიოზული მკურნალობა, მათ შორის მკურნალობა, რომელიც ელენებს საქართველოში ცადა, არაერთხელ და სამწუხაროდ აქ ვერ მოხერხდა ვერც წესერად დიაგნოზის დასმა და ვერც მკურნალობის ჩატარება. ელენეს აქვს დანიშნულება თურქი ექიმისგან და ეს დანიშნულება არის შესრულებელი. ამ დანიშნულებაში წერია კონკრეტული მედიკამენტები, როდის და რადგან უნდა მიიღოს. ეს მედიკამენტები არ უნდა შეატანონ ელენეს ოჯახს, შიგნით ოჯახობლებს და ეს მედიკამენტები უნდა მიიღოს, ან თვითონ ციხემ უნდა იყიდოს ეს მედიკამენტები და უნდა მისცეს იმ დანიშნულების მიხედვით, როგორც არის დანიშნული. ეს არის ალბათ, არა, ამას არ აკეთებენ, რაღაც ისოებს ყვებიან, ამის კონსულტაცია ჩაუტარდა, იმის კონსულტაცია, არავის არ აინტერესებს კონსულტაციები. არავის არ აინტერესებს, ნიშნავენ რაც არის თურქი ექიმის დანიშნულება და ეს დანიშნულება უნდა შესრულდეს. ეტაპობრივად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ყველა ლიდერმა უკალებლი ძალიან კარგად იცოდა ეს. ახლა იმდენად მძიმე და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ, როგორც მთელმა საზოგადოებამაც გაიგო და ჩვენ მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას გაეწიოს აუცილებელი სამედიცინო დახმარება. სოლიდარულები ვართ ყველა პოლიტიკური პატიმრის. უკვე 10 თვეა ელენე ხოშტარია პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება, ეტაპობრივად მის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. აქამდე ელენე ხოშტარიას თავის პრობლემებზე არ უსაუბრია და ეს მისი პირადი პოზიცია იყო, რომ საჯაროდ თავის დიაგნოზებზე და დაავადებებზე არაფერი ეთქვა, თუმცა იმდენად დამძიმდა დროას ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გუშინ ადვოკატები იძულებულები გახდნენ, რომ საჯაროდ ესაუბრათ ამ ყველაფერზე, თუმცა თავად ელენე ხოშტარიას პოზიცია, რომ ის არაფერს ქართული ოცნებისგან არ ითხოვს, მაგრამ თავად სახელმწიფო ფაქტია, რომ ვალდებულია მას კანონი ავალდებულებს, რომ პატიმრებს თუ ამის საჭიროება არსებობს, შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს, თუმცა ელენე ხოშტარიას შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ასე არ იქცევა.